მოგესალმებით, დილა მშვიდობის ჩემო სიხარულებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით ყველას. როგორ ხართ? ეს რანაირი ამინდებია, რა დავარქვათ? არ ვიცი, ისეთ ცივა გარეთ. თითქოს შემოდგომა იწყება, ისეთი ამინდია. ძალიან ცივა. თამწვიმს, აი წინ წკლავს, დაიწყო. მათუნია ადგა. ხო, ეს გუშინ ულამაზესი საჩუქარი მივიღე, გაჩვენეთ და ძალიან გული გამითბო, ეკამ კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა. დღეს მინდა რომ წავიდეთ იქით, ყავა მოვიდუღოთ, ავანთოთ და ცოტა ვიჭუკჭუკოთ, იმიტომ რომ ვიცი რომ მოგენატრათ ესეთი ვიდეოები და ვისაც გიყვართ. ძალიან რო არ მოგაკლდეთ და გაკლდეთ, გავაკეთოთ ხოლმე დრო და დრო, თუმცა ჩემი მიმართულება რაც ავიჩიე, თითქოს უფრო ის ჩემია და უფრო ვიპოვე იქ ჩემი თავი და ძალიან მომწონს. ცვლილებებისა გოგოებო, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს. პირიქით, ხო დავისვენე, თან, რაღაცა ახალს რო ვაკეთებ, ხო მიხარია. ეგეც მეორე. თითქოს ყველაფერს სხვანაირად შევხედე და სხვანაირად დავინახე. 10 დღე არის, ხო, სულ არც არის 10 დღე. მე მგონი რომ მე-6 ვლოგი დავდე. ერთი კვირა და ერთი კვირა გახდა დღეს. და რაღაცა ამ სიახლე ძალიან გამახალისა და სტიმული მომცა, რომ კიდე უფრო მეტი გავაკეთო თან. როგორც უკვე გითხარით, ჩემი თავი აქ უფრო ვიპოვე აი ამ სტილში. და მიხარია. ეხლა მინდა ყავა მათე. ჩაი რედიკო, მან გაქვს ტანსაცმელი, ყველაფერი ნახე. იპოვე? დავიოთ. მოვადუღოთ. პროდუქტები მაქვს გამოწერილი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ცივა და ძალიან მომწონს ეს რაღაცა კაპიკები არის გოგოებო, რა აი მართლა ძალიან იაფი არის გამოძახების მოტანის ფასი რაც ემატება. იმდენად იაფია, რომ აი თითქოს მერიდება ხოლმე კიდევაც. რამდენჯერმე ფეხით მოუწიათ ამოტანა თან, ლიფტი არისო. არა ნახევარზე მე ჩავდივარ ხოლმე, ეგ შემთხვევაში გია ჩავიდა, მე ჩავედი, ერთხელ მე, ერთხელ გია. ხო. ძალიან ცოტა სიხდის ალბათ კომპანია, არ ვიცი. ხო, იცით როგორც არის ორნაბიტში, ქსელურებში, როგორ არის ძალიან ცოტა სიხდია. ხო და ესე ამოდუღდეს ერთი ალბათ მაგრამ რაღაცეები კი გამოვიწერე, მაგრამ მანამდე ხოლმე აქეთ არის პიკნიკი. არა ბანანი არა მაქვს და ბანანს მომიტანე. შუქი რატო არ ავანთე, ღმერთო ჩემო. ნახევარი ვლოგი გადავიღე და კანტებული არა უშავს. ეს მათუნასაც ძალიან გიქს. და ცოტა ხანში იქნება. თქვენ როგორ ხართ? როგორ ატარებთ ზაფხულს დასასვენებლად, ალბათ უკვე კლასელებიც უკვე ზოგიერთი წავიდა დასასვენებლად. მათეს კლასიდან.
ალბათ უკვე მიდიხართ ხო დასასვენებლად. ისეც ხელოდა ეხლა ეს დღეები არის გუშინ და დღეს საჩაგვირდა თორე მართლა უკვე მე ვფიქრობდი გაქცევაზე ვიყავი თბილისიდან. რა მომიდურდეს ნახოთ და ვნახოთ. ეხლა ამანთი გოგოები, მაგრამ ძალიან ცოტა ხანი, იმიტომ რომ მალედინებიან ეს სანთლები, როგორც დავაკვირდი და სურნელი მაინტერესებს. ეკა მომწერა რომ აბა მითხარიო მეცო ჟენაო, ნაძვის სურნელით არიო ეგო. როგორ მიხარი? დაიცოდეთ. ეს ცოტა პიკნიკ. აბა ნახოთ ერთი როგორი სურნელი აქვს. ეკასაც ვიტყვი. უი არც ინთრო. ცოტა ხანი, სულ ცოტა ხანი. ცოტა ხანი. აურა ლამაზია, ღმერთო შეხედე მათე. ძალიან საყვარელია. ჯერ არ მომივიდა. ჯერ არ მომივიდა სუნი. არ მომდის. რა? პატარა მომიდეხება. რა გინდა? პიკნიკი პატარა მომიდეხება. მოდი, ერთ ძალიან. მომიდეხე არ მინაფლე. რა უყურს ამას დიდად ვიდეო. ჟელიბონი. ჟელიბონი კი. წეღარო უნდა შემეკვეთა. ორი ნაბიჯიდან ეძინა და ვერაფრით ვერ გავაუვიდა და ჟელიბონი გამომუწევი. ვიცი რომ ჟელიბონი უყავს. საწუწნები ხო? საწუწნი გამხდი. ვარდისფერს ძალიან ძლიერი სუნი ქონდა. ამისი არ მომდის ჯერ. ეს ბოლო დღეების სიზმრები აღარ აქვს. კარგია. ხოდა წამოიღო სუნი ცოტა, ოღონდ მსუბუქათა აქ, აი ვარდისფერს ძალიან ქონდა სუნი. რაღაცნაირი სუნი ქონდა. მოტკბო. ამას უფრო მსუბუქად. მაგრამ ძალიან ლამაზია. ლამაზის.
მასონებია. მასონები. მოდი, მოიცა. დავადედი თუ აქვს უ. მე მომივიდა ცოტა. შეიძლება ძალიან მსუბუქია. აი მათემატიკის ეთქვა, მსუბუქათა აქ. ესე იგი გოგოებო, სიახლეებზე რო ვლაპარაკობდით წეღან. სიახლეები არის ძალიან კარგი. სიახლეების არ უნდა შეგვეშინდეს მით უმეტეს მორწმუნეებს. ვისაც გვწამს ღმერთისა. ხო, რამდენია რო არ ასწამთ, ხო, ღმერთის არ სწამთ. ძალიან ბევრი. მაგრამ მე ვამბობ მორწმუნეებზე, ანუ ვისაც გვწამს ღვთისა. ნახეთ იესომ როგორ თქვა, ნუ იწუხებთ ხვალინდელზე. ანუ ღმერთი, ჩვენი ღმერთი არის ძალიან მდიდარი. ყველაზე მდიდარი, ხო? ყველაფერი მისია. ყველაფერი მისი შექმნილია და ყველაფერი მისია. ამიტომ ჩვენ რაღაცას კი არ უნდა ჩავებღაუჭოთ. პირიქით, ერთი და იგივე ადგილზე არ უნდა გავჩერდეთ. უნდა ვეცადოთ, რომ ისიც გავიცნოთ, დავუშვათ, იქაც მოვსინჯოთ ჩვენი თავი. განაცუდია ის, რასაც აკეთებ. ეგ ცუდი არ არის. პირიქით, ეგ ძალიან კარგია, რასაც აკეთებ. დავუშვათ. მაგრამ ისეთი მდიდარი ღმერთი გვყავს ჩვენ, რომ ანუ უნდა დათმო ეს მცირედი, რომ გახდე დიდის მფლობელი. მე ასე მჯერავს. ეხლა იმაზე კი არ ვლაპარაკობ, დავუშვათ, რომ რაღაცა ვლოგი შევცვალე ზოგადად. ანუ მცირეც თუ არ ჩაებღაუჭებ, ყველაფერი შენია. აი ეს უნდა გავიაზროთ, რომ ყველაფერი ჩვენია. რაღაცა ამერთ ოთახს თუ არ ჩაებღაუჭები, ხო? სახს თუ არ ჩაებღაუჭები, რაღაცა ბაღის ნაწილს თუ არ ჩაებღაუჭები, რაღაცა მონაკვეთს, ხო? ბაღისა, ყველაფერი შენი არ არის. ისედაც. რა დგინდა, ხო? ეს რაღაცა პატარა რაღაცეებზე ჩაბღაუჭება, რა დგინდა. მინდა რომ მალე არ ჩამოდგეს, ძალიან მალე დამიდგა ის სანთრება. ეხლა ამას ავამთებ და თუ წამოიღებს სუნს. ნახოთ. იმიტომ მე როგორც ამჩნევ, ამას უფრო აქ და ასე რომ სამყაროში ყველაფერი არის კანონზომიერი. ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს, გოგოებო. ეს არის 100%-ით. ვინც რას ვაკეთებთ, ამას უნდა ვაკეთებდეთ. ყველაფერი ძალიან კარგად ხდება, ანუ. თუ პრობლემა არის, რამე,
ეს ჩვენშია. გარეთ კი არა. ჩვენი ხედვა შეიცვლება, პრობლემები ზღვარდება ხოლმე, ხო ეგრეა? სინამდვილეში. თავარია ჩვენ როგორ ვუყურებთ. თუ პრობლემას ვხედავთ, პრობლემა აქვს. თუ არ ვხედავთ პრობლემას, ყველაფერი ძალიან ლამაზია და ყველაფერი კარგად არის. ხო, რატო დავიწყე ამ ყველაფრის მოყოლა? იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან კარგად ხდება და ვინც რას ვაკეთებთ, იმას უნდა ვაკეთებდეთ. უბრალოდ ჩაკეტვა და ერთი და იგივე ადგილზე რაღაცნაირად სიარული არ შეგვეფერება როგორც დიდარი ღმერთის შვილებს. უმდიდრესი ღმერთის შვილებს. რომელმაც ყველაფერი ჩვენ გვაქვს. და ადამიანები რო საერთოდ ერთმანეთს რაღაცა მიწის გამო კლავენ და რაღაცის გამო ეს ხო საერთოდ ხო ყოფილა ეგეთი შემთხვევები. ყველაფერი რო შენია ისედაც და ძმას რო რაღაცა ერთი გოჯა მიწის გამო სცემ და ეჩხუბები და გაებუტები და აღარ დაელაპარაკები, ეს ძალიან ცუდია. ხო, აი ამ ყველაფერზე ფიქრის დრო, ჩაღრმავების აი ამას უფრო აქ მართლა სუნი, ვიდრე იმას. დრო უფრო მეტი მაქვს გოგოებო ეხლა. და თან მგონია რომ ერთ ვიდეოს უფრო კარგად ავდივარ. კომენტარებს უფრო კარგად ვპასუხობ, რადგან ერთია და დრო მეტი მჩება. მოკლედ. მომწონს ეს ყველაფერი. დრო და დრო აუცილებლად იქნება ხოლმე ესეთი ვიდეოები. ესეთი თბილი, შინაურული ჩვენთვის, ვისაც ძალიან გვყვარს ეს ყველაფერი. ბიბლიის კითხვა მინდა ძალიან გავაგრძელო. ჩემ თავს მინდა დავუთმო დრო. ჩემ ოჯახს, ჩემ შვილებს უფრო მეტი. ვიდრე დავუთმობდი. ეხლა ხშირად მათთან დაბლა ჩავდივარ, უფრო ხშირად. აქამდე ამცალოდა ხოლმე მაგისთვის გოგოებო. და უფრო უკეთ არის ყველაფერი.
დღეს კვირაა თუ შაბათია? კვირა ხო? ხვალ წიგნების სასაღებად მივდივარ. ეხლა წავედი. ჩემი ბიჭი მე-4 კლასში გადადის, ხო იცით? უკვე დიდი ბიჭი რო არის მათი. ჩემი სიცოცხლე გულყავს თითქოს. ხო და წავედი. ყველას წარმატებული დღე, ძალიან მიყვარხართ. მიხარი ხართ. არიფიქროთ, რომ რაღაც სტილი შევცვალე ჩემი გრძნობები თქვენ მიმართ შესუსტდა პირიქით. ესეც იქნება ხოლმე, უფრო მეტად ისე გავაგრძელებ, როგორც ვიღებ, მაგრამ ესეთი ვიდეოებიც აუცილებლად იქნება, არ მოგაკლებთ გოგოებო. მიყვარხართ ძალიან გულში, გეფერებით და გემშვიდობებით, დროებით ეს ვიდეო, ეხლა არ ვიცი, ვფიქრობ, ეხლა დავდო თუ ხვალ. ნახოთ, მოვიფიქრებ მაგას, კოცნით.